სამი თვითმოტყუება მეგობარო, რასაც აკეთებს ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული ადამიანი. პირველი ეს არის ვინც პროგრამაშია მეტადონის ან სუბოქსინის, იწყებს თავის მოტყუებას, რომ აი შფოთი მაქვს, ხამი არ მძინავს, რაღაც თავს კარგად ვერ ვცნობ, ასევე იწყებს მისი ექიმის, ვინც ყავს აი მან პროგრამაში მის მოტყუებას, რომ იცი რა რაღაც შფოთი მაქვს, თუდად ვარ, ცოტა დოზა გამიზარდე. მეგობარო, შენც კარგად იცი და მეც დოზას ერთადერთ შემთხვევაში იმიტომაც დევინებ, რომ უბრალოდ ბჭყალებში რო თქვა, кайფი გინდა, მაგრამ გახსოვდეს, რომ რა დოზაზეც არ უნდა ახვიდე, მეგობარო, ეს кайფი მაქსიმუმ გაგეგრძელდება 5 დღე, 1 კვირა და მერე რა ხდება, ბჭყალებში რო თქვა, გაგიწყალდება ეგ შენი მეტადონი და საფასურის გადახდა რა მოგიწევს. ერთ დღეს გადაწყვეტ აი პროგრამიდან გამოსვლას, მაგრამ ესე მარტივად არ იქნება, ხო? დოზა რაც უფრო დიდია, დღეები და თვეები უფრო გაიჭირება იმის გამოსვლის, ვიდრე პირობითად რაღაც ეხლა დოზაზეც ხარ. მეორე მეგობარო ეს არის თავის მოტყუება, მე ლუცვამ, ანუ არაღს არ ვსვამ, რაღაც ძიმე სპირტიან სასმელებს არ ვსვამ. მეგობარო, შენ დღეს რო ყოველდღე ლუცვამ, შენს ფსიქიკას და სხეულს ესეც ყოფნის, აკმაყოფილებს ეგრეთ წოდებული მისი кайფი და თხრობა, შესაბამისად მაგით უარს ვსვამ არაღს და ღვინოს. აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ შენ ყოველდღე გჭირდება სპირტიანი სასმელი, ეს იქნება ლუდი, ლიქიორი თუ არაღი, იმისათვის, რომ უბრალოდ კარგად იგრძნო თავი. და მესამე თვითმოტყუება, მეგობარო, ეს არის ფსიქოტროპული აბებით, ნარკოტიკის ან სასმელის გადაგდება. მეგობრებო, თქვენი ფსიქიკა ნარკოტიკის, ნებისმიერ ნარკოტიკის პლანის სასმელის მოხმარების დროს ისედაც საშინელ სტრესშია და ჩათვალეთ ეს დამოკიდებულების ბორკილები ისედაც გადევს ხელზე და როდესაც იწყებ ფსიქოტროპული აბების დალევას, ეს იქნება ბენზოჯგუფის, არ ვიცი, პრეგაბალინი და ასე შემდეგ, ჩათვალე მეორე ხელბორკილს იდებ ამ ნარკოტიკებთან ერთად, ამიტომ მეგობარო ეს არ მუშაობს და გახსოვდეს თავმა რომელმაც პრობლემა შექმნა, ის თავი პრობლემას არ მოგიგვარებს, მეგობარო, ის თავი ყოველთვის შემოგთავაზებს ახალ მარტივ გზებს და გზებს იმისა, რომ თვითონ იკაიფოს. ამიტომ არასოდეს საკუთარი აზრები არ მოგაწვდის რეალურ ინფორმაციას, როგორ დაანებო ნარკოტიკს თავი, იმიტომ რომ თქვენს twins საერთოდ არ ჭირდება დისკომფორტი, თქვენს twins ჭირდება ერთადერთი რაღაცა, ეს რა არის, რა თქმა უნდა, ეიფორია. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ისმენდით, მეგისურვებთ ყველას მშვიდ და პროდუქტიულ ღამეს.